საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა მიხეილ ჯავახიშვილის შესანიშნავი მოთხრობა მიწის ხივილი. საერთოდ მიწა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია. ადამიანისთვის სამშობლო არის იქ, სადაც დაიბადება, სადაც აღიზრდება. როგორც ვიცით, ღმერთმა მიწისაგან შექმნა ადამიანი, მას თავერა უკვდავი სული. ამიტომაც ადამიანი თითქოს სწორედ იმ მიწისაგან იქმნება, სადაც დაიბადება. ამიტომაც ეს მიწა, მისი სამშობლო მიწა არის მისი ფესვები ერთგვარი და მას თუ მოწყდება, აუცილებლად უჩნდება მას მარტოსულობის, სულიერი ობლობის და დაკარგულობის განცდა. მიხეილ ჯავახიშვილმა ძალიან კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელოვანი იყო სამშობლო ადამიანისათვის, მისი სულიერი ზრდისათვის. ამიტომაც თავის მოთხრობებში, რომანებში ხშირად შეეხებოდა ხოლმე ამ თემას. მიწას სხვა მწერლებიც ძალიან კარგად წარმოაჩენენ. მაგალითად, მახსენდება შიო არაგვისპირელის მიწა. გახსოვთ ალბათ, ახალგაზრდა მაწულს რაღაც დანაშაულისთვის ასახლებენ და მას მიაქვს მშობლიური მიწა, პატარა ნაჭერში გამოხვეული. სამწუხაროდ ის ბერა არის ტუბერკულოზით დაავადებული და ძალიან ჩქარა გარდაიცვლება გზაშივე, კატორგისკენ მიმავალი. მაგრამ როდესაც კერძზე დააყრიან მას მშობლიურ მიწას, საოცარ ნეტარებას იგრძნობს და ბედნიერებას, თითქოს სიკვდილიც უმსუბუქდება. ემიგრანტები საქართველოდან 1000 მიზეზით გადახვეწილნი ყოველთვის ცდილობენ ხოლმე, რომ როგორმე დაბრუნდნენ. თუ თვითონ ცოცხლად ვერ დაბრუნდებიან, იმას მაინც დაიბარებენ ხოლმე, რომ ჩვენი ფერფლი წაიღეთ იქ სამშობლოში და იქ დაკრძალეთ. თითქოს მიწას შეუძლია, რომ თავიდან ააღორძინოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ რწმენა არის, მაგრამ აი ამგვარი ფიქრი, რომ სამშობლოში ოდესმე დაბრუნდები, ცოცხალი თუ მკვდარი, რაღაცნაირ სიმშვიდეს ანიჭებს და რაღაცნაირ სიხარულს ანიჭებს ადამიანს. ნოსტალგიის თემა საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართულ ლიტერატურაში, რადგან ბედის უკუღმართობით ხშირად უწევდათ ხოლმე ქართველებს გადახვეწა სამშობლოდან 1000 მიზეზით. მაგალითად, რომ გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძის რომანი გველის პერანგი, ან კონსტანტინე გამსახურდიას რომანი დიონისოს ღიმილი, ნიკოლოზ რკიფანიძის მოთხრობა შელოცვა რადიოთი, პატარა მინიატურა გული, აქ ძალიან მძაფრად არის წარმოჩენილი ის ტკივილი, რომელსაც სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრება იწვევს. რაფაელ ერისთავის ცნობილი ლექსის სამშობლო ხევსურისა სიტყვები მინდა გაგახსენოთ, სადაც შობილ ვარ, გავზრდილ ვარ და მის როლია ის არის, სად მამა-პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმით ვჩეულ ვარ, ჩემი სამშობლო ის არის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სტრიქონი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სად მამა-პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი, ესე იგი, სადაც შენი წინაპრები არიან დაკრძალული, აი ეს არის შენი სამშობლო მიწა და ცნობილია, რომ საერთოდ სოფელი იქ ჩნდებოდა, პირველი სოფლები იქ ჩნდებოდა, სადაც პირველი გარდაცვალებული დაიკრძალებოდა. საფლავი იყო უკვე იქ მკვიდრობის აღნიშნელი საზოგადოდ. სამშობლო სხვადასხვანაირად შეიგრძნობს ადამიანი, მაგალითად გალაქტიონი აი ასე გამოხატავს ამას ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე რა ამამული. აქაც ხაზგასმულია სწორედ მიწასთან შეხება. აი ეს რაღაცა საოცარი განცდა, რომელსაც იწვევს სწორედ ეს ცვრიანი ბალახთან შეხება, როგორც აღვნიშნე. ასევე არის ლადო ასათიანის ლექსშიც გამოხატული. მაგალითად, მე მიყვარს როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს, მე მიყვარს როცა ყანაში გახვალ და დილის ნამით გაილუპები. თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია, სიტყვის უთქმელად დაიღუპებიო. ესე იგი, მშობლიურ მიწასთან შეხება არის მასაძლებელი და მაცოცხლებელი საერთოდ ადამიანებისათვის. ახლა ჩვენს განსახილველ მოთხრობას რომ მივხედოთ, მიწის ყივილი დაარქვა მიხეილ ჯავახიშვილმა. ეს არის მეტაფორული სათაური. აი მიწა თითქოს ეძახის ადამიანს, მაგრამ მიწის ძახილი კი არ დაარქვა, მიწის ყივილი, რათა უფრო გაემძაფრებინა ადამიანის კავშირი მიწასთან, თუ როგორი მძაფრია ეს განცდა მიწასთან სიახლოვისა. თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი დიდხანს ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით,
უპირველეს ყოვლისა ის სწავლობდა საფრანგეთში, მაგალითად სორბონას უნივერსიტეტში და გარკვეული ხანი მას მოუწია იქ ცხოვრებამ, ასე რომ თვითონაც ჰქონდა განცდილი ეს ნოსტალგიის გრძნობა და ისიც თუ როგორი მძაფრი იყო მონატრება სამშობლოსი. ამ მიწის ყივილში სწორედ საფრანგეთის სანახებით ცოცხლდება კონკრეტულად ერთი ქალაქი, რომელშიც ხდება მოქმედება. ორი მთავარი გმირი ჰყავს მოთხრობას, ერთი მოხუცი ემიგრანტი არის და მეორე მთხრობელი, რომელიც შეიძლება მწერლის ალტერ ეგოთაც კი მივიჩნიოთ. ალტერ ეგო ნიშნავს მეორე მეს, როდესაც მას მივაწერთ, ასე ვთქვათ, მწერლისეულ განცდებს და როდესაც ვფიქრობთ, რომ აი ამ პერსონაჟი პირდაპირ არის განხორციელებული მწერლის განცდები და ფიქრები. საერთოდ სამშობლოსგან მოშორება რა მიზეზითაც უნდა იყოს, ეს არის ერთგვარი მსხვერპლი. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე როცა წერს ყვარლის მთებში, რომ ის იძულებულია წავიდეს სამშობლოდან უცხოეთში, რადგან მაშინ როგორც ვიცით, საქართველოში არ იყო უმაღლესი სასწავლებელი და რუსეთში უნდა ესწავლა უნივერსიტეტში და აი დაწერა ყვარლის მთები, რომლებშიც წარმოაჩინა განშორების ძალიან დიდი სევდა და სწორედ იქ ვკითხულობთ ასეთ სტრიქონებს, რომ მომავლის ბედი ჩემგან გააყარა ითხოვს მსხვერპლად და რას მომთხოვდა უარესო და მართლაც ეს დიდი მსხვერპლია გაღებული ადამიანებისაგან. ჩვენი პერსონაჟიც, მთხრობელი პერსონაჟი, რომელიც პირველ პირში მოგითხრობს თუ რა გადახდა მას საფრანგეთში, არის უცხოეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდა ყმაწვილი. სამწუხაროდ ისიც შეიპყრო ნოსტალგიამ, დეპრესიამ ერთგვარმა და როდესაც ექიმს მიმართა დახმარებისთვის, მან ურჩია, რომ აუცილებლად ქალაქგარეთ გასულიყო, გაერიდებინა თავი პარიზის ხმაურისათვის და დაესვენა სადმე მყუდრო ადგილას. და მართლაც მიდის ქალაქგარეთ, ერთი პატარა ქალაქი არის საფრანგეთში, ქალაქი ნოჟანი, მდინარე მარნაზე გაშენებული და აიქ ისვენებს ხშირად დასეირნოს ბაღში და სწორედ აი ამ ბაღში იწყება მოთხრობის მთავარი ამბავი, კვანძი იკვრება ერთგვარი, რომელიც შემდეგ თანდათან თხრობისას გაიხსნება. ერთვენიერ დღეს ამ პარკში გამოჩნდა ვიღაც მოხუცი. ჩვეულებრივი მოხუცი იყო, არაფრით არ იქცევდა ყურადღებას, მაგრამ ჩვენი მთხრობელის ყურადღება იმით მიიქცია, რომ რაღაცნაირად ტრულად დაუწყო მზერა ამ ყმაწვილს, რომელიც ბაღში სკამზე იჯდა და ახალგაზრდამ გაიფიქრა, რომ ალბათ მაგის სკამზე ჩამოვჭექი უნებურად და ამიტომაც გამიბრაზდაო. შემდეგ მეორე დღეს ისევ შემოვიდა ამ ბაღში ეს მოხუცი და ახალგაზრდამ მიიწვია და გვერდით მოისვა. მაგრამ აქ მოხდა ერთი რაღაც. ეს ჩვენი მთხრობელი კითხულობდა წიგნს, ქართულ წიგნს კითხულობდა, ეს იყო ვეფხისტყაოსანი და მოხუცი რატომღაც დაინტერესდა ამ წიგნით, გამოართვა ხელიდან და როდესაც გადაშალა, რაღაც დაემართა, თითქოს სახე შეეცვალა, უცნაურად თითქოს შეშინდა და მაშინვე დაუბრუნა წიგნი. თუმცა ამ მეტი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. მაგრამ შემდეგ მოთხრობაში ნელ-ნელა ვითარდება ამბავი, მწერალი ჩვენს დაძაბულობას, მკითხველის დაძაბულობას უფრო მეტად ამძაფრებს, გვიჩენს მოლოდინის განცდას, იმიტომ რომ მკითხველს ეუფლება ცნობის წადილი, გაიგოს, ვინ არის ეს მოხუცი, რატომ განიცადა ასე ამ წიგნთან შეხება, რაიმე ხომ არ ეუცნაურა მას და ასე შემდეგ. და როგორც ვიცით, მიხეილ ჯავახიშვილისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული თხრობით ვითარდება ამბავი. შემდეგ ახალგაზრდა გაიცნობს ამ მოხუცს და მოხუცი ნელ-ნელა ნდობით განიმშვალება მის მიმართ და გაუმხელს, რომ ის არ არის ფრანგი, ის არ არის აქაური მკვიდრი, ის არის ჩამოსული ემიგრანტი და განსაკუთრებით გაუხარდება მოხუცს და გაიგებს, რომ ეს ახალგაზრდა ჩვენი მთხრობელი არის საქართველოდან. თავის თავზე ამბობს, რომ მე ვარ ანდრე კაშორი. აი ესე აცნობს თავის თავს, მე ვარ რუსეთიდან წამოსული. თუმცა შემდეგ, როდესაც უამბობს თავის თავგადასავალს, გაირკვევა, რომ ძალიან ბევრი ხიფათი აქვს ცხოვრებაში გამოვლილი, რომ მას უცხოვრია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ პოლონეთში, ჩინეთში, იაპონიაში, რუსეთში ცოლ-შვილიც ყოლია და შემდეგ მეორე დაქორწინებულა საფრანგეთში. ერთი სიტყვით, როგორც გითხარით, მათ შორის რაღაცა თბილი კავშირი დამყარდა ამ ახალგაზრდასა და მოხუცს შორის და ერთვენიერ დღეს ამ მოხუცს მოუთხა, რომ ანდრე კაშორი კი არ იყო, არამედ ანდრო კაიშაური იყო ქართველი წარმოშობით.
რა თქმა უნდა ეს ამან გააოცა ახალგაზრდა მთხრობელი და დაინტერესდა საერთოდ როგორ მოხვდა ქართველი საფრანგეთში. მას უნდა უფრო დაწვრილებით გაეგო ყოველივე, უფრო კარგად გაეხსენებინა მოხუც საქართველოს შესახებ, სადაც დაიბადა, გაიზარდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ამ მოთხრობაში სწორედ ის არის, რომ მოხუც არაფერი აღარ ახსოვს, გარდა თავისი სახელისა და გვარისა. მას აღარ ახსოვს, რომელ სოფელში დაიბადა, რა ერქვათ მის მშობლებს და განსაკუთრებით თამბეჭდავია, როდესაც ჩაეკითხება ეს ახალგაზრდა, რომ დედის სახელი მაინც არ გახსოვს და მოხუცი სასოწარკვეთილი ამბობს, რომ მას არც დედის სახელი აღარ ახსოვს. მაგრამ ამ ახალგაზრდას უყურებს უკვე როგორც შვილს და მუდმივად სულ მასთან ყოფნა უნდა და ეხვეწება, რომ უამბოს ყველაფერი საქართველოზე. წაუკითხოს აი ამ ძვირფასი წიგნიდან, ამ ვეფხის ყაოსნიდან სტრიქონები და ახალგაზრდაც არ იზარებს და უკითხავს ამ ლექსებს, განსაკუთრებით მოეწონა მოხუც აი ეს ცნობილი სტრიქონები, სადაურსა, სად წაიყვან, სად აღუფრი, სად იძირსაო. და მკითხველის მოლოდინი ადრეც აღნიშნე უფრო მეტად იძაბება და აინტერესებს კითხოს რა მოხდება შემდეგ, როგორ გავითარდება მოვლენები, ან გაიხსენებს თუ არა მოხუცი კიდევ რაიმეს თავისი ბავშვობისას. მაგრამ ერთვენიერ დღეს მოხუცი ბაღში აღარ გამოჩნდება. ის თურმე ავად გამხდარა, ახალგაზრდა ყმაწვილს სახლში მოაკითხავს ამ მოხუცის შვილიშვილის რძალი და სთხოვს, რომ გაჰყვეს მას სახლში. მთხრობელი მიყვება სახლში და შემდეგ უკვე ყოველდღიურად დადის მოხუცთან და ცდილობს, რომ აი ეს მწუხარება და აი ეს ტკივილი, რომელიც მას უფრო მეტად გაუმძაფრდა ამ ახალგაზრდასთან შეხვედრისას, რაღაცნაირად გაუქარწყლოს. აქ არის ისეთნაირად მოთხრობილი ეს ყოველივე, რომ არ შეიძლება მკითხველის გული არ შეიძრას, ასე ვთქვათ, და არ განიმსჭვალოს ამ მოხუცის მიმართ თანაგრძნობით. მოხუცი სთხოვს მას, რომ საქართველოში დაბრუნებაში დაეხმაროს რაღაცნაირად. ამისთვის საჭიროა, რომ საფრანგეთის მთავრობას მისწერონ წერილი აუხსნან ყოველივე, რათა მას დაბრუნების ნებართვა სთხოვონ. ეს არის 20-იანი წლები მე-20 საუკუნისა და ეს არც ისე იოლი არის. მაგრამ ეს დაეხმარება მთხრობელი და დაწერენ ამ თხოვნას და ყოველი დღის, ყოველი წუთი გადის იმ მოლოდინში, რომ როდის მიიღებენ პასუხს. დართავენ თუ არა ამ მოხუც საქართველოში წასვლის უფლებას და ასეთ რაღაცას ეუბნება ეს მოხუცი, რომ ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი საკვებისთვის, ადამიანი საბრძოლველად და სამუშაოდ, მერე ყველანი დაბრუნდებიან. ხეცი ისევ ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი თავის ქოხს, მე კი წამოვედი და ვეღარ დავბრუნდი. აი ეს ყველაფერი მან ჩააწერინა იმ თხოვნაში, რომელიც მთავრობის სახელზე დაიწერა. მე ყველაფერი გავფანტე ამ ცხოვრებაში, ყოველგვარი ნიჭი, ყოველგვარი ენერგია, რაც კი გამოჩნდა, ერთადერთი რაც დამჩენია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, რომ საქართველოში დავბრუნდეო. და საინტერესო ის არის, რომ აი ამ საუბრებისას, ახალგაზრდასთან საუბრისას, ნელ-ნელა ამ მოხუცის გონებაში აი ეს ჩაკეტილი 9 კლიტულები დავიწყების საბურველით გადაფარული, ნელ-ნელა იხსნება და მოხუცი რაღაცებს იხსენებს. მაგალითად, მან გაიხსენა ბოლოს და ბოლოს რა ერქვა დედამის, რა ერქვა მამამის და ძალიან ბედნიერად გძნობს თავს. დედამის ერქვა ელენე, მამას კი სოლომონი. ხოლო შემდეგი საუბრებისას წამოუტივტივდა მეხსიერებაში ულამაზესი სახელი თავისი სოფლისა. ეს იყო სოფელი ანანური და ისე არაჩვეულებრივად აქ მიხეილ ჯავახიშვილს ეს წარმოჩენილი, როგორც ცოცხლდება მის წარმოსახვაში, ის მშობლიური მწვანე მთები, ის ხმაურიანი მდინარეები, ლაჟვარდი ცა და თითქოს ყოველივეს ამას ახლა ხედავს. ხოლო ამ ახალგაზრდას, რომლის სახელიც კი არ არის გამხელილი მოთხრობაში, ის შვილს ეძახის და ახლობლებს სწორედაც ასე აცნობს, რომ ეს არის მისი შვილი. ხოლო ფრანგ შვილიშვილებს უკვე აღარ მიიჩნევს არც ნათესავებად და არც ახლობლებად. რაღაცნაირად გაუცხოვდება მათგან. ხოლო ერთვენიერ დღეს მოხუცი ალაპარაკდება ქართულად.
და მას აღარ შეუძლია უკვე ფრანგულად ლაპარაკი. მან ცნობიერად, გაცნობიერებულად თქვა ფრანგულ ენაზე უარი და შვილიშვილთან, რძალთან უკვე სჭირდება მას თარჯიმანი და ამ თარჯიმნობას უწევს ეს ჩვენი ახალგაზრდა და ეს ყოველივე ძალიან შთამბეჭდავად არის გადმოცემული, როგორ ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე, როგორ არის გამსჭვალული აი ამ ერთადერთი ნატვრითა და სურვილით, როგორ ჯერა რომ აუცილებლად დაბრუნდება. ამ საუბრებისას კიდევ ბევრი რამ წამოტივტივდება მის მეხსიერებაში და ახალგაზრდას სთხოვს რომ უმღეროს ხალხური სიმღერები. ესეც არიზარებს და უმღერის 1000 სიმღერას, მაგრამ ყველაფერი ეუწყოება. თუმცა, როდესაც ერთ სიმღერას გაიხსენებს ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ, აი ეს რაღაცას გააღვიძებს მის მეხსიერებაში და თვითონაც სთხოვს ღმერთს, ასეთნაირად გამოხატავს, რომ ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ, ჯერ ანანური მაჩვენეო და ძალიან ხშირად ამბობს, ესეც წიქონებს, ვაი, ჩემო თავო, უბედურო, სადაური, სად ყვდები და ერთ ჩვენი ერთ დღესაც როგორც იქნა, მოვიდა დასტური იმისა, რომ მას მისცეს უფლება, რომ წასულიყო საქართველოში. აი ამ ამბავმა ისე გაახარა მას, რომ სიხარულისაგან დამბლა დაეცა. ისედაც ავად იყო და ეს იყო ძლიერი შოკი, რომელიც მან მიიღო მისმა გულმა ასე დიდ სიხარულს ვერ გაუძლო. ეს იყო უკვე ასაკოვანი კაცი, 80 კარგახანს გადაცილებული. და ესეც ძალიან გულში ჩამწნომა და აქვს მიხეილ ჯავახიშვილს აღწერილი. მოხუცი ეხვეწება, სთხოვს ამ ახალგაზრდა ქართველს, რომ მიწას დაუბრუნეთ ჩემი ვალი, ან ცოცხალი, ან მკვდარი. ესე იგი, ვალად რას მიიჩნევს ის? იმას, რომ აი სწორედ რომელმა მიწამაც შენ გშვა, სწორედ იმ მიწას უნდა დაუბრუნდე. შენი ვალი არის სამშობლოში დაბრუნება. როცა დავიწყეთ საუბარი, მაშინაც აღუნიშნე და ახაც ვიტყვით, რომ ყველაზე უბედური არის ის ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს იქ დალიოს სული, სადაც დაიბადება. მაგალითად, ასეთნი იყვნენ დავით გურამიშვილი, ხო, რომელიც უკრაინაში გარდაიცვალა და დღემდე იქ არის მისი საფლავი. ან კიდევ გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ვერ დაბრუნდა სამშობლოში და ლეველზე განისვენებს მისი ცხედარი. სხვათა შორის, მე მინდა გაგახსენოთ გრიგოლ რობაქიძის ანდერძი, პატარა ჩანაწერი, რომელსაც ანდერძად მოიხსენიებ და გრიგოლ რობაქიძემ დაწერა ასეთი სტრიქონები, იცოდა რა, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდა საქართველოში. მე ვთხოვო ქართველ დედებსო, ქართველ ქალებსო, როდესაც ისინი წავლენ მცხეთაში და შევლენ სვეტიცხოველში, იქ პატარა საოცავი მოძებნონ, დაანთონ ჩემ სახელზე სანთელი წიფობის თვეში, ჩემი დაბადების დღეს. და მომიხსენიონ, მეც არას ვთხოვ საქართველოსო. აი ასეთი სურვილები ამოძრავებდათ ჩვენს ემიგრანტებს და ჩვენი მოთხრობის პერსონაჟიც აი ამგვარი ტკივილით არის ავსე, რომ მას სურს, რომ დაბრუნდეს საქართველოში, თუმცა იცის, რომ აღარანაირი ნათესავები აღარ დახვდება. რა თქმა უნდა, იმ ადგილსაც ვერ იპოვის, სადაც მისი ქოხი იდგა ოდესღაც, მაგრამ თავარია რომ დაბრუნდება სამშობლოში, მშობლიურ მიწაზე გარდაიცვალება და მიებარება მას. და როგორც გითხარით, დამბლა დაეცა მას, მისი ბოლო დღეები, ბოლო წუთები არის წარმოჩენილი მოთხრობაში და ის სულს დალევს აი ამ ახალგაზრდა ქართველი კაცის ხელში და ესეც არის სიმბოლური, რომ ღმერთმა თითქოს დააჯილდოა იგი იმით, რომ სწორედ ქართველმა ქართველთან ქართველისთვის ჰქონდა ხელი ჩაკიდებული, როდესაც მისი სული მიიბარა ღმერთმა და ძალიან ესეთი შთამბეჭდავი არის მისი სიკვდილის წინა წუთები, როდესაც მას მოელანდება დედა. დედას ვხედავ, აი აქვე დგას და მოხუცი ჩემს ხელს ეძებს, პოულობს და უნდილად უჭერს, თან ჩიფჩიბეს. ნეტა რა გინდა დედა, რა დამცქერი სევდიანის ღიმილით, თავსაც მიქნევ, თითქოს მეძახი. არ მინდა ლანდი დაუფრთხო, ან რა საჭიროა და თითქოს აი სიკვდილში ის ხვდება თავის დედას, რომელიც სიმბოლოა, რა თქმა უნდა, მისი სამშობლოსი. გარდაიცვალება ეს მოხუცი და ახალგაზრდა ქართველი მას თხოვნას შეუსრულებს. კრემატორიუმში დასწვავენ მის ცხედარს, ჩამოიტანს ანანურში და აი ესე წერია, რომ დიდი კაცის ფერფლი ჯიბის კოლოფში ეტევა.
ანანური ღრმა ხევშია ჩაწოლილი მწვანე მთები, სწრაფი არაგვი, ძველი საყდარი და შერუჯული გალავანი, ავტო შევაჩერე, ზევით ავედი, ან დრო გავიხსენე და ის ნავლი ხევის ნიავს გავატანე. ალბათ, რა თქმა უნდა, გაიხარა მისმა სულმა, როდესაც მისი ფერფლი მიებარა მშობლიურ მიწას. ცნობილია ასეთი ფაქტი, რომ რეალურად არსებობდა ერთი პიროვნება, რომელიც შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილმა ამ მოთხრობის პროტოტიპად გამოიყენა. ეს იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, ცნობილი ანარქისტი და ნაციონალისტი. მის ნააზრევში რაღაც უცნაურად შერწყმული იყო სწორედ ნაციონალიზმი და ანარქიზმი. და ეს ადამიანი ბავშვობიდანვე იყო გადახვეწილი უცხოეთში, მან იცოდა მრავალი ენა, მაგრამ სამწუხაროდ ქართული საერთოდ ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ მოხდა სასწაული. სიკვდილის წინ ვარლამ ჩერქეზიშვილი ალაპარაკდა ქართულად. თანაც მას ყველა სხვა უცხო ენა დაავიწყდა. აი ასე მოხდა ჩვენს მოთხრობაშიც, რაც დასტურია იმისა, რომ არასოდეს უკვალოდ არ ქრება მშობლიური ენა, არ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს, ვერ დაივიწყებს ის მთლიანად. ეს არის ფესვები, ძირები, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის და ადამიანი სანამ ცოცხლობს, მის ხსოვნაში მუდმივად არის მშობლიური მიწის ხსოვნაც. ირჩევთ წაიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილის სხვა მოთხრობები, რომლებშიც სხვა პერსონაჟებს შეხვდებით სხვანაირი ბედით, მაგრამ ყველანი ისინი საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენენ თქვენზე. გმადლობთ ყურადღებისათვის.